ოი, გურას აკეთებ. ფიზელი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და დათრობაც მოინდომე. ცუდი კაცი რომ ყოფილიყო. ღმერთმა გნას კუჩი არ დამედევნოს. ღმერთო. დედა, მადლობა ღმერთს, ჩემო შვილო. ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო. დაო. ჩემო საყვარელო. თმა. შენი თმა. ასე დიდს გავხარ, მაგრამ ლამაზად გამოიყურება. ხო, ასე გამოვიდა დედა მერტღამეში დამაბერა. ოი, ყველაფერს მოგიყვები, იცი რა გამიკეთა? ყველაფერი. ერთი წუთი რა პრეტენზიები გაქვს დედას მიმართ, მე სულაც არ მომწონს. ჩუმად რაღაც უნდა ვთქვა. როგორ მიპოვნეთ? ოიგო, ამ თემაზე საუბარი არ ღირს დედა თავიდან თუ დაიწყებს უბრალოდ თავი დაუქმ. მობილურზე დამირეკეს, რაც ხედავ საქმრო რეკავდა არ იცოდა საცოლე სად იყო. შვილო შემომხედე, იმის კითხვის უფლება არ გაქვს თუ როგორ გიპოვნეთ. კინაღამ ინფარქტი მივიღე. კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ ვისაუზმოთ და ყველაფერს მოგიყვებით. ეს აზრი როგორ მოგწონთ? წავიდეთ. წავიდეთ დედა, წამოდი დაო. მე იმაზე კი არ საუბრობ თუ რა ლამაზი და ჭკვიანი შვილი მყავს. ნუ თუ ასე შეიძლება. ჭკვიანი ხალხი ასე იქცევა. იჩხუბეთ და გაიქეცით ამიერიდან, გამუდმებით ამას იზავთ. დედა, ჩვენგან არაფერი გამოვა. ჯემ. აქ რა საკეთებ? რა უნდა ქნას? იმ დედას ეხმარება, ვინც თავის შვილს ვერ უკავშირდება, მადლობა რომ აქ მოგვიყვანე. შეგვიძლია დავილაპარაკოთ. არა, არ შეიძლება. ამას უყურე, რა თქმა უნდა ილაპარაკებთ, შვილო, ილაპარაკებთ და შერიგდებით, არა? სად მიდიხართ? წავედით, კარგად ძვირფასო. ახლა ილაპარაკეთ, მიდით. სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ჯემ. უბრალოდ მინდა რომ ერთ ადგილას ამოყვევო. მე თუ არ მოგინდება შენი ცხოვრებიდან გავქრებით, თუ მოგინდება. არც გინდა გასინჯო, ცოტა მაინც. ეს ნაყინი მომაშორე. კარგი, როგორც გინდა, უკვე აღარ შემიძლია. მომბეზრდა. ღმერთმა გნას შერიგდნენ და სახლში ყველა ერთად დავბრუნდეთ. დედა, ოიკოს არ იცნობ, როდეს შეეძლო მისი ცხოვრებიდან ადამიანთა სამუდამო დამოშლა. გამოდის რომ ჯემმა მართლაც ცუდი რაღაც გააკეთა. თუ არ აფასებდა, მაშინ ყველა აქ რატომ შეგვკრიბა? მითხარი რატომ? როგორც კაცი ვიტყვი რომ ამ შემთხვევაში შევკრიბდე. იმენ გინს, რომელიც ასე ძალიან არ მოგწონდა, ერთხელაც არ გავუბრაზები ვარ. გეფიცები ახლა მიიღებ. ღმერთო, კარგი, ისედაც არ გელაპარაკები. ხოლო დოიკოს თაობაზე გესაუბრები, ეს კი არ ითვლება. ძვირფასო. საკუთარ თავს გარედან რომ უყურებდე, მიხვდებოდი. დედას 4 პოსტერის გამოტკენ გულს. მე არაფერს ვიტყვი, თავად თქვი. ეს ნორმალურია? გამოდის რომ ჩემს გვერდით ყველა ნორმალურები ხარ ჩემს გარდა. გადასარევია. ოიქოს ჩემთვის იმედი არ გაუწრუებია, ღმერთმა ქნას სერგანის ასე მოიქცევა. ეს დრო მალე დადგება დედა. ჩემს გულში არის ის, ვისთანაც მსურს მთელი ცხოვრება გავატარო. ჩემს მაიმუნს შეხედეთ. ჩემს სიმპათიურს შეხედეთ. რატომ არაფერს მიყვები? ვინ არის ეგ გოგო? მარიამი. ჩვენი მეზობელი გოგო ყოფილა? დიახ. ძალიან საყვარელი გოგოა. მომაჯადოებელი მზერა აქვს. დედა. დედა ისე ვისიპოვე, რაც გინდოდა. ღმერთო, იმედია ძმაც ყავს. იმას როიას გავაცნობ. ხომ იცი რომ ყავს ძმა? საიდან უნდა ვიცოდე? ის გოგო მაქსიმუმ 2 წუთით მყავდეს ნანახი. დედა, ჩვენი მეზობლები არიან.
ვინ არიან? რამდენი ჩვენი მეზობელი წასულა და ახალი ვიღაც გადმოსულა. დედა, გვარად თექინსოები არიან. ისევ დაბრუნდნენ? წყეული ხალხი. ყველა საქმე მიატოვეს და უკან დაბრუნდნენ? ჯანანი გუშინ ნახე. ტელევიზორში იყო, დღეს კი ეს გავიგე. ღმერთო, რა დავაშავე. რა ხდება? მისმინეთ? ამ ოჯახს არ ეკონტაქტოთ და არ შეხვდეთ. მორჩა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? დაინტერესებული ისედაც არ ვარ. მე კი ვარ. რა ვთქვი მე? უკვე ყველაფერი ვთქვი, ჩხუბი არ მინდა. გეფიცებით ძალიან ცხელა. ვიწვი, ჩრდილი მიპოვნეთ. კარგი ვიპოვით, მაგრამ ამას განვიხილავთ. ამას ვერ მივიღებ. გაჩვმდი, ჩრდილი მიპოვნეთ. ნაყინსაც კი მიერთმევს. ღმერთო დამიფარე. აქ რატომ მოვედით, რას ველოდებით? მინდა ერთი ადამიანი გაიცნო. მოდიან. მე ხუმრები? ოიქ, შეგიძლია მომისმინო. რა მოგისმინო, ოდნავადაც არ გწხვენია? დარია უმუტა შეყვარებულია. ჩვენთან სახლში იყვნენ, როდესაც მოხვედი. რამდენიმე დღე ჩემთან სახლში ვართ და შენ მოხვედი სიურპრიზის გასაკეთებლად. არ გეწყინოს. მართლა. როცა ასე მოულოდნელად შემოხვედი, ვერაფერი გითხარი. როგორც ხედავ საყვარელო, ეს უბრალოდ გაუგებრობაა. არ გიღალატე. ამას არასდროს გავაკეთებ. ჯიმ, შეცდომა დავუშვი. ბოდიში. ოიქ, ეს მე დავუშვი შეცდომა. ეს მე უნდა მოგიყვე ყველაფერი თავიდან ბოლომდე. მაგრამ რომ მეთქვა, ჩვენი მღამე სასტუმროში ერთად გავატარებდით. ჯემ, მომისმინე. ოიქ, შენ მომისმინე. მოდი დავბრუნდეთ სტამბოლში და დავივიწყოთ ის, რაც აქ მოხდა. ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, რა სიტყვი? ქორწინდებით. დედა, რა? საჭმელს შევუკვეთავ თუ გაქვს ფული, კვდები ისე მშია. შენ ხომ სულ ხშია. გამომართვი. დედა, ეს რა არის? და რას გავს შვილო? ფული არ. 5 ლირაზე შევუკვეთავ სენდვიჩს. უნდა კიდევ 30 ლირა დამემატო, რომ პატარა ნაჭერი მაინც შევუკვეთო. შვილო, თვითმფრინავში სუფთა წყალიც კი არ არის. ყველგან ბინძური წყალია, ასე რომ რაღაც მიკრობებს აიკიდებ. კარგი საყვარელო, ცოტაც მოითმინე და დონერს და ნაყიდს გიყიდი. რა ნაყინი, დედა, მალე ვარწყევ ამ ნაყინს. ერთი სურვილი მქონდა და ისიც არ ამისრულდა. დედასთან ასე საუბარი შეიძლება, შვილო? დედა, რა საკეთებ? მარცხვენ, მოაშორე. რატომ გარცხვენ? შენი დისკორწილამდე ცოტა ეკონომია უნდა გავაკეთოთ, კარგი? დასანაყრებლად ცოტა მაინც ჭამე. რა საკეთებ, შვილო? რა საკეთებ? უკეთესი იქნება თუ ილოცებ. ღმერთო ჩემო. შენც კი დაწყნარდი, დაიკო. კარგად ხარ, ძვირფასო? კი.
არც კი დამემშვიდობე? ოიქი. რაზე ლაპარაკობს ეს კაცი? შენ არ უნდა უხსნა არაფერი. შენ ხომ არ გიყვარს ის? იღალატა. არ უღალატია. მაგრამ მაინც ვერ ამბობ რომ გიყვარს. შენ ის არ გიყვარს. მიდი. ჩემთან დარჩი. სახლში შემოდი შვილო. მე უკვე წავალდი და ზერინ. რა დეიდა შვილო, იცოდე ენას მოგაჭრი. დედა დამიძახე, დედა ამას უნდა მიაჩვიო. თუ რამე დაგჭირდება შემოტყობინეთ, კარგი? მადლობა შვილო, მშობლები მოიკითხე. ოიქი. ფეხსაცმელი მომეცი. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. მიდი ძვირფასო, კარგად. შენი რაში მჭირდება? გაიწიე. აბა, ყველაფერი იცია, როგორც დატოვე. გაგიჟდი, ძალიან მომენატრა. ჩვენც მოგვენატრე. ახლა წადი. კბილად დაიძინე და კარგად დაისვენე, თორემ ხვალ თვალები ჩაგიშავდება. მიდი შვილო, მიდი. 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 ფეხსაცმელი მომეცი. მიდი. კარგი შვილო. კარგი. ერთი წუთით. ხვალ ოიქუსთან სადედამთილო და სამამამთილო მოვლენ. ხო რა იყო ქალბატონო, სხვა გეგმები გაქვს? არა, უბრალოდ ახლა ჩამოვიდა და იქნებ ცოტა დასვენება უნდოდეს. ჯემს შენ აიძულე? სარეცხ მანქანაში სარეცხია, გამოიღე, თორემ სუნიაუვა. აქ ყველაფერი შენია, წადი და თავად გაფინე, მე ავალდებული ვარ. როდის გინახავს რომ მე ამას ვაკეთებდე? არც ვიცი ამას როგორ აკეთებენ. გულს ვეღარ მათგენთ, აღარ ეცადოთ. ოჯახში რა საინტერესო ბავშვი ყავს, ბავშვებო, ყველაფერი სარეცხ მანქანაში შეყარეთ. აქ ყოფილა. განა შეუძლია კაცს ასე მალე მონატრება. ჯანდაბა. იმის გამო რომ თქვენი ჩამოსვლის შესახებ არ ვიცოდით, შეხვედრაზე სცენარისტები არ დავიბარებ. არა, მე თვითონ ვიმუშავებ. ზედა, შეგიძლიათ წახვიდე. სინამდვილეში ზედა, შეგიძლია მოხვიდე. გისმენთ ბატონო ოზან. შენ ხომ სოციალური ქსელების გესმის? დიახ. სამსახურში ყოფნისას არ შევდივარ, ნამდვილად. დაწუნარდი, არ გიბრაზდები.
იცი მე იქ არ ვარ. კი მაინტერესებდა რატომ ვერ გპოულობდით, რამე გვერდი მაინც გექნებათ. არა, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანი უნდა ვიპოვოთ. შეგვიძლია ვიპოვოთ? დიახ, ძალიან მარტივია. სახელი ჩავწეროთ და მოვძებნოთ. კარგი, მაგალითად სახელი არ ვიცი, არც ნომერი, არც პოსტა, არაფერი. შეგვიძლია ამას რამე აბრევიატურად უწოდოთ, თუმცა ძალიან გაგიმართლათ. აზს? არარეალურად რთული სიტუაცია. ამ გოგოზე ყველაფერი მითხარით, რაც კი იცით. რა აინტერესებთ საჩეუძლია სურათების გადაღება? შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი გოგოს სურათის ნახვა მოგვიწვიოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიპოვნით. მარტივ სამსახურს გისურვებ. მიყურე, არაფრის თქმა არ გაბედო, თორემ ყურები ჩამოგკიდებ. გუშინ გულნათგენი იყავი, ნერვიულობდი შენზე. კარგი, ახლა შენი ცნობის მოყარეობა დაიკმაყოფილე. რუია. შემიძლია დაგეხმარო. მართლა. შენ მე არ მიცნობ. რა თქმა უნდა გიცნობ, ის ხარ ვინც ყასბისგან რაღაცის უფლება იყიდა და ყველგან ცხვირს ყოფს. შენ ის ხარ, რომელმაც მართვის მოწმობა ხორცის გამყიდველისგან იყიდა და ერევი იმ საქმეში, რომელიც არ გეხება. ჩვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ვართ, ჩვენ სახლიდან გარბოდით ჩვენს ბაღში. ჭუჭყისგან ქანდაკებებს ვაკეთებდით. გუშინ ღამე დედა შენმა დაწვა ვიღაცის ფოტოები. სურათები კი არა, ჩემი სული დაწვა. სული. შენი შეყვარებული იყო? შეიძლება ასეც ითქვას. თვა შეყვარებული არ ყოფილა, მაგრამ შენ მაინც ვერ მიხვდები. აზრი არ აქვს. იქნებ გავიგებ, ჩემზე კარგად ვერავენ გაიგიგებს. ის არ ხარ, ვინც წერს, რომ ან რეალური სახე გვაქვს, ან ვთვალთ მაგცობთ. თუმცა შეგვიძლია თავი ყველა შევაყვაროთო. საყვარელი ექიმი. თუ შეძლებს შეუძლია საყვარელი ვეტერინარიც იყოს. შენ არ მაფასებ, გეუბნები რომ შემიძლია დაგეხმარო. ღმერთო ნეტავ არავის ეგონოს რომ რადგან სიყვარული გამოცადე, კასაბლანკაც აიღო და წიგნების წერა შეგიძლია. შენ თუ იცი რამდენი ადამიანი გადარჩა ჩემი შემოთავაზების წყალობით. ძვირფასო, შენს წიგნებს კითხულობენ და უხარიათ რომ სამყაროში ამაზე ცუდი არაფერი არ შეიძლება იყოს. აქ რა ხდება რუია, მასთან ერთად რას აკეთებ? დეიდა ზერინ, მიხარია რომ გაჩუმდი. ჩემს სახლს, ბავშვებს და ბაღს ახლოს არ გაეკარო. მოშორდი აქედან. დეიდა ზერინ, ვერ გამიხსენე? გაჩუმდი. სახლში წადი. პირდაპირ სახლში. წადი. ღმერთო ჩემო. მიდი საქმეები დაასრულე და წავიდეთ. მიდი შვილო, მიდი, ვამთავრებ. წამოდი შვილო. იარე. მიდი, ღვთის სასჯელი. დაო, გთხოვ მაპატიე. ზერო ვერაფრით ვერ დავტოვე. დაო, პატიებას რატომ გთხოვ, არაფერი დაგიშავებია. ხო, პატიებას რატომ გთხოვ არა? მისმინე. ჯემმა მოგიბოდიშა? ყველაფერი არასწორად გავიგე. თურმე არაფერი მომხდარა. აბარა, მე კიდევ ვამბობ, ჩემს დას ჯემი უპოვნე და ის მას ხელიდან გაუშვებდა თქო. რა თქმა უნდა, თუ მისი გაშვება გსურს, ეს სხვა საქმეა დაო. რას მიმალავ? ყველაფერი მოგიყევი, არაფერი მომხდარა. ყველაფერი რიგზეა? კი. კარგი ძვირფასო. მისმინე გუშინდელი სახამოს შესახებ მაინც მიამბე, რას შვებოდი. იზმირი როგორ მოგეწონა? დაო, ძალიან დავიღალე. შენ არა, მოდი დავიძინოთ. დილით ვილაპარაკოთ. პირდაპირ მეუბნები რომ წავიდე? გეუბნები რომ დავიძინოთ? მაშინ წავალ. ტკბილი ძილი. მადლობა დაო. დაო, ძალიან მომენატრე. მიდი ლამაზო დაიძინე. ამას ავიღებ. კარგი.
დაო ზერინ. რა იყო? იმის ნაცვლად რომ რუიასთვის ამდენი საღებავი დაგეხარჯა, ჩემი თმა შეგეღება ნორმალურად. რა ხარბი ხარ? სიხარბე რაშვაშია. როცა მოგსურვებია, როდის არ შემიღებავს. ახლა ამის დროა. გვერდიდან ასე არ ჩანს. მეუბნები რომ დრო არ გაქვს. კლიენტები გყავს. ძმა წავიდა და დას ბაღი აჩუქა. ბძალო. თუ გინდა რომ დედას რამე გააკეთებინო, ისეთი რამე უთხარი, რისი გაკეთებაც არ უნდა და გააკეთებს. ამას თავიდან მოვიხსნი, თორემ მეფხანება. არც კი შეეხო. რატომ? ოიქუსთან მოდიან, ჩემთან ხომ არა, არ მინდა. ოიქი უთხარი დედას რამე. ჩემს გასაგიჟებლად დაიბადეთ. შედი. გეფიცებით გამაგიჟებთ. ღმერთო ჩემო. 2 წუთით ყავაც კი არ დამალევინეს ნორმალურად. ჭამე რამე? აი, არც კი ჭამენ. არ ჭამოთ და ასეთი გამხდრები იყავით. ნუ ბრაზობ დედა. რუიას საერთოდ ნუ ბრაზდები. მას უფრო დიდი პრობლემები აქვს. ცუდი იქნებოდა ყველა რუიას ქორწილში რომ წავსულიყავით არა? შვილო. რა პრობლემები უნდა მქონდეს? ერთადერთი პრობლემა ეს სახვევებია. ყოველთვის ასე ამბობენ, ადამიანი თავის პრობლემას მალავს და სიბრაზე ყოველთვის სხვა რამეზე გადააქვს. მიყვარხარ ძვირფასო. დაო. ტკივა. გაჩუმდით, ნუ ჩხუბობთ. ღმერთო ჩემო, თქვენს მოსაწესრიგებლად ყველა საქმე მივატოვე, გრცხვენოდეთ. შეხედე. დეიდა შენს ხედავ? ბავშვებით მეჩხუბება. რესმია ღვთის გულისთვის. გაჩერდი. მალე ფერინი მოვა და იმის თმაც ხომ უნდა გავაკეთო. დაიცადეთ. გამარჯობა. რა კარგია რომ მოხვედით. უცხო სტილის ტონობით ფული მიეცით. მადლობა ღმერთს. ღმერთო ჩემო, დაო, იმიტომ წავედით რომ ასეთ რთულ დღეს არ გადაგვეტვირთე. კარგი რა, არ გეწყინოს. თუ გინდა შეგიძლია მაკიაჟი გაგვიკეთო. ყოჩახ, გეგონება ბავშვს აწმარებდე. დეიდა, Wi-Fi-ს რა სჭირს? გამორთეთ? რა გინდა შვილო, აქ ყველაფერია. დეიდა, ინტერნეტზე საუბრობს. პაროლი შევცვალეთ. ამა ურზაურმა ჩაიაროს. წავალ რამე ტკბილს მოვიტან და პაროლსაც გავიგებ. შენ ნუ იცინი. ცუდია რომ აქ ხალხი არ მოვა. ვერც ფულს იშოვნი. დადიან. ქუზინ? ეს ყალბია? სიმართლე მითხარი, არა ნამდვილია. ნამდვილი? ცოტას ავიღებ. აიღე. გოგო, თუ ბევრი გაქვს იქნებ, ჩემთვის გეჩუქებინა. შეგიძლია ყველაფერი წაიღო. რომ შეეძლოს, სულსაც წაიღებდა. დაო, რას მიყვები? არაფერს? ოიქოს თვალებში ცეცხლი ჩაქრა. თითქოს სადედამთილო სამამამთილოსთან კი არა სამსჯავროზე მიდიოდეს. რა თქმა უნდა, თავიდან გონია რომ დიდარ კაცზე გათხოვება მარტივია, მაგრამ თუ გულში სიყვარული არ სუფევს. დაო, ღვთის გულისთვის, რებს ლაპარაკობ? ლამაზია. სანამ დრო არ გასულა, გათხოვება გადაწყვიტა. ხო და მართალიცაა. გოგონებო, ისინი დეიდას რომ არ დამსგავსებოდნენ, ნურიზე ვიდარდებდი, თუმცა მადლობა ღმერთს, დეიდა არ გვყავს. გოგოს რომ მოუნდეს იმაზე საუბარს დაიწყებთ, რომ გათხოვება ძალიან უნდა. თუ მორცხვად იჯდება, ასეთ საუბარს დაიწყებთ. თავი როგორ მოგაწონოთ? ასეთი რა ვთქვი? ფერინ, მითხარი, მე ვთქვი რამე ცუდი. შენ საერთოდ ნუ ლაპარაკობ. ღვთის გულისთვის მშვიდად იჯექი რომ თმა გაგიკეთო. ეს უკვე მეორედ გამიკეთე დაო ზერინ. დაო, ხელებს ვერ ვაკავებ. დაინახეთ, ხელები ვერ გავაჩერე. ეს რომ შემეძლოს კარგი სტილისტი ვიქნებოდი, მაგრამ არ გამომდის. ყველაფერი ისევ ჯიუტად გააკეთა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ის ხომ ჩემი და ძმაო, ამბობდა ფულზე არ ინერვიულოთ, მე ხომ აქ ვარო. კარგი ხო? მოაზროვნე ქალია ჩემი და იმის მაგივრად რომ ჯიბეები სხვა ადამიანებს აუსოს ერთ დღეში 20 ადამიანს საჭმელი მომზადა. კარგი ძმაო. ფერინ? ძვირფასო, მადლობა ღმერთს. დილიდან საღამომდე სულ უფრო ახალგაზრდავდები და ლამაზდები. დაორესმიე. ჩვენს ოჯახს ხომ იცნობ, განსაკუთრებით კი დედა ჩვენს. ასეთი გენეტიკა გვაქვს.
როგორ არ უნდა ვიცოდე, მაგრამ დედა თქვენის ახალგაზრდობა მხოლოდ შენ და შენს ძმას გამოყვათ. Bir de abim Bekir'e kalmış. დაორესმიე პრინციპში სიმართლეს ამბობ ასეა. ზერინი დეიდას დაემსგავსა. ისიც ასეთი იყო. ასეა. ძმაო, შენ როგორ ხარ? ვერაფრით ვერ მკითხე. იმედი მაქვს ქარხანაში არ გტვირთავენ. დამღალონ ჯობია და ვიღალო ვიდრე გვერდით დავწვე. ყველაფერი იცით ამ ცხოვრებაზე. Dünyanın durumu ortada canım. ყოველუბრალოდ რატომ საუბრობ ბექირ? პირდაპირ რატომ არ ამბობ რომ ცოტას გიხდიან? დიდი ოჯახი ვიყავით. Hani kocaman aileydik biz. ღმერთო მაპატიე. ძმაო, გთხოვ, ხალხში ქვეყნის პრობლემებზე ნოისაუბრებ გევეთრები. კარგი. ფურცელზე დამიწერე რაზე ვილაპარაკო, რომ იქიდან ამოვიკითხო. ეს რა არის? თავიდან დამიძახებთ მაძალებ და მე არ მოგწონ ჩემი საუბარი. ეს შენ თქვა ბიზია მე მომწონს. ერთად ვისაუბროთ. ძმაო, ნუ თუ ამის თქმა გინდოდა. დღეს განსაკუთრებული დღეა. აზრები ყველამ თავისთვის შეინახოს. აი ამის თქმა უნდოდა. არა მეგობარო, იმას ვიტყვი რაც მინდა. ეს რა არის? როშჩილდოვის დინასტიის მაინც იყოს. მე უნდა მოვატყუო ჩემი აზრის შესახებ. კარგი ძმაო, ილაპარაკე ყველაფერი თქვი, რაც კი აზრად მოგივა. დავბერდი, რაღაც მოხდა. უბრალოდ იმის ახსნაც ვცდილობ, რომ ისედაც ყველამდე პრობლემები გვაქვს. ღმერთო ჩემო, მე მეუბნება რომ დაბერდა. ძმაო, ჩემო პატარა, შენი მორწყვა დაგვავიწყდა? შეხედე, ზერინს შეხედე. ხელებით მუშაობს. ყურები არ აქვს. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ კუზიანს მხოლოდ სამარი გაასწორებსო. რამდენი ადამიანი იქნება? გონი მშობლები და ბიძაშვილი. ის ვინც თმას ღებავს თუ ის ვინც წვერს ჭრის? ვიღაც კაცი. ოიქო, რამდენი კაცი იქნება? 3 თუ 4? ძმაზე რამე სიახლე ხომ არ არის? ჯემს არაფერი უთქვამს და ერთი წუთით ძმა წყავს? კი. დედის მეორე ქმრის შვილია, თუმცა ჩემი აზრი დედაზე მეტადაც კი უყვარს. ვფიქრობ, რომ ჩემი შანსები 66.6%-ით გაიზარდა. თუ ბიძაშვილი არა, ძმა მაინც. გოგოებო, აქ ზედმეტად ბევრი ხარ, თქვენ გარეთ გადით, ყველაფერს როია მიხედავს გადით. მაგრამ სტუმრებთან წადი. ბიძაშვილი როგორია, ხომ გამაცნობ? მიდი შვილო, მიდი, ფარდები გადაწიე. რატომ? ფარდები გადაწიე, მიზეს, ნუ მეკითხები. ღმერთო ჩემო. დედა რას აკეთებ? იმას რასაც ვაკეთებ, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? დედა, დაეცემი რას აკეთებ, გაჩერდი. ხელი მომკიდე. ღმერთო. არა. ხელი მომკიდე. მომკიდე. აი ასე. აი ასე, ფრთხილად. გაჩერდი შვილო, გამომართვი. ბეჭდებს ბიძაშენი გაუკეთებს, ნიშნობის შემდეგ ოქრო უნდა ვაჩუქოთ. ბიძაშენს მიეცი და გადაეცი, რომ დედამ გამოგზავნათქო. შენ რატომ არ აძლევ? შვილო, ერთხელ მაინც თუ შემეწინე აღმდეგები რამეში. მისმინე, ამ თვეში ბიძაშენმა ხელფასი ვერ აიღო, ახლა სათანადო ვითარება არა აქვს, კარგი? მიდი შვილო, მიდი. წადი. ინალ, როცა ეზოს შეხედავ, ქვიან მიწას დაინახავ. მე კი ჩემს ბავშვობას. შანან. შენ მაინც იფიქრე იმაზე, რომ ვაჟი ყავს და გოგო შენს ძველ სახლიდან გაურიგებ? იმას ვერ ვიფიქრებდი, რომ გიჟმა მამისთან განშორების შემდეგ კიდევ ერთხელ გავთხოვდებოდი. თუმცა მშვენივრად იცი. ადამიანი როგორც უნდა მოხიბლო. იმედია, რომ ჩემს მომავალ სიდეთრთან ერთმანეთს კომპლიმენტებს ასე არ დააყრით. რატომ ძალიან მორცხვები არიან? ჯანან. შენ ჯერ არ გაეცანი მათ? საერთოდ არ ვიცნობ მათ? დამშვიდი, დეიდა ზერინი საყვარელი ქალია. რა თქვი? რა ქვია? კიდევ ერთხელ თქვი?
ზერინი. ზერინი? ზერენი. ზერენი. ღმერთო, გეოლოკაცია, რომელიც ჯემმა გამომიგზავნა, მეზობელ სახლს მიუთითებს. ხელი სათხოვნელად რიოსთან მივდივართ? არა შანსი არა. შვილო, არ გესმის, რამდენჯერ უნდა აგიხსნა ჩემს სახლთან უნდა დიხარ? აქ ნუ გადიხარ. მართლა რაღაც ხდება. ცუდ ამბავს შეგატყობინებთ. რა ამბავი? ჯემი ჩემი ნათესავია. საღამო მშვიდობისა. ჩემო ძვირფასო შვილო. დედა შენს რა ქვია? ზერინ. არ მჯერა. ამდენი წლის შემდეგ ისევ გნახე. არ მომიახლოვდე. არ გაბედო. ზერენ. ბავშვობაში ძალიან გიყვარდი. ხო მიყვარდი. იმიტომ რომ მაშინ თავში წფიერი გეგმები არ გიტრიალებდა. ზერენ, თუ მცირედ უსიამოვნებებს გაიხსენებ? აქ რატომ ვარ ზერენ? Cem'is de Oykuz gabraze baginda? Cem'le Öykü kızımız üzülsün mü istiyorsun? Წადით აქედან. შენს შვილს და ძმის შვილს ჩაკიდე ხელი და წადით აქედან. ჩემი ოჯახის კიდევ ერთ წევრს გულს ვერ ატკენ გესმის? დედა რა საკეთებ დამშვიდდი, გაჩუმდი. ზერინ. წლების მანძილზე საერთოდ არ გაზრდილ ხარ. საერთოდ არ შეცვლილ ხარ ისევ ისე ყვირი, ისევ ისეთი აგრესიული და გიჟური გამოხტომები გაქვს. არ შეცვლილ ხარ, მაგრამ რას ვიზამთ? ახლა ჩვენ შევიცვლით გზას. ძვირფასო, ჩემო ლამაზო. ღმერთმა ქნას რომ ერთმანეთს ისევ შევხვდეთ, ვერ შეხვდებით. დედა, შენი პოლიტიკა ძველ. ახალგაზრდა ზერინზე არ მოქმედებდა და ვერც ახლა იმოქმედებს, გასაგებია? ზერინ, მართლა არ შეცვლილ ხარ. თუ აქ კიდევ ცოტა ხანს იდგები, გაჩვენებრისი შეცვლაა საჭირო. ცვლილებას მერე დაინახავ. კმარა, სიტყვაც არ გვითქვამს და თავს დაგვესხი. კმარა, რა საკეთებთ? ჯემ გაჩერდი, მე გავყვები. ნუ აკეთებთ ამას ქალბატონებო, ამ ბავშვებისთვის დასხედით და ილაპარაკეთ, როგორც განათლებული ადამიანები. რაც გინდათ ისქენით. შევიდეთ. გოგო, გაჩერდი. ღმერთო ჩემო. ოიქუ. მისმინე. ოიქუ. დაო, გულს ნუ გაიტეხ. ვილაპარაკებთ და მოვაგვარებთ. დედას გადავარწმუნებთ. დაო, არ შემიძლია. ჯემს ცოლად ვერ გავყვები. Ben evlenemem Cem'le. გაჩერდი ცუდზე ნუ ფიქრობ. დაო. გითხარი რომ სასტუმროში არაფერი მომხდარა. მაგრამ მოხდა. სხვას ვაკოცე. სამყაროში ყველაზე დიდი მატყუარა ხარ. რაც გინდა ის მოყევი. თუმცა ყველა მიხვდება დამნაშავე ვინც არის. მოყვები და დაეყველამ კიდევ ერთხელ გაიგოს თუ ვინ არის დამნაშავე.
მამა ჩემი ძალიან კარგი მთხრობელი იყო. ისტორიებს მხოლოდ კი არ ყვებოდა, წერდა კიდეც. მამა შენ მარა გააკეთა. მამა ჩემის მოყოლილი ისტორიები მოიპარა, ის რვეულიც მისი მოპარულია. იმ დღის შემდეგ აღარც მამა შენისგან ისმოდა რამე, აღარც რვეული ჩანდა. ახლა ყოველწლიურად ფილმს უშვებს. რა დამთხვევაა? მითხარი, ვინ არის ახლა დამნაშავე? მისმინე ზერინ, მაიძულებ რომ პირველ რიგში მამა ჩემი დღე-დაღამე მუშაობდა. ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ის ფირმა შექმნა. არანაირი რვეული არ არსებობს და ეს ფირმა თავზე ჩამოგექცეთ. მისმინე, შენმა ოჯახმა მამა ჩემი და მისი მომავალი გაანადგურა. იმის უფლებას არ მოგცემთ, რომ ჩემ შვილსაც იგივე დაემართოს, გესმით? საკმარისია. ჩვენ აქ მე და ოიგის გამოვართ, მაგრამ ყველა ვდგავართ და თქვენ ჭუბს უსმენთ. შვილო, ამას მე ნუ მეუბნები. შენთვის და შენთვის დეიდა ზერინ. ჩემი თავი ისე არ მეყვარს როგორც ოიგიო. კარგი არ გამაყოლო შენი ქალიშვილი, დეიდა ზერინ. დედა შენც არ მიიღო რძლად, მაგრამ ოიგოს ცოლად მოვიყვან ამიტომ. აქედან არ წავალ. სანამ პასუხს არ მივიღებ. ჯერის მითხარი, ჯემი თუ გიყვარს. მითხარი. კარგი, რაც მოხდა, მოხდა. მაგრამ ყველაფერი ამერია. კარგი გეყოფა. ნუ ტირი. ის კაცი იზმირში დარჩა, სხვაგან სად უნდა შეგხვდეს? გოგო, მართლა გამოიქეცი? ჩემო ძვირფასო დაო, ღიმილი გიხდება. არიტირო, კარგი. წამოდი. ფილმი გახმოვანებულია კროკონეტჯის მიერ. ფილმს წარმოგიდგენთ კროკობეთკომი.
hoş geldin.